ის ხალხი, ვინც გაიტაცეს პირდაპირ მნიშვნელობით და გამოკეტეს ეს ახალგაზრდობა, რაღაც პატარა ბავშვები დაიჭირეს. აქ იმიტომ დგევა, რომ უკეთესი საქართველოს დავახვედრე, როცა გამოვიდა. დღევანდელი ეპიზოდიც არის რუსთაველის გამზირიდან, სადაც კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, თუ სათვალავი არ მერევა, დღეს უნდა იყოს მე-15 დღე. ახლა ვარ თეატრალური უნივერსიტეტის გვერდით და ჩემს ზურგს უკან იმართება კონცერტი. ახალგაზრდა მუსიკოსები, ბენდები უკრავენ, აჟღერებენ საკუთარ მუსიკას და მოთხოვნებს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერებულა. ხელახალი არჩევნების ჩატარება, ევროპულ გზაზე დაბრუნება და ქვეყნის კურსის ცვლილება და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება. თუმცა ამ კონცერტს გარდა ამ მოთხოვნების გაჟღერებისა და საპროტესტო მუხტისა აქვს კიდევ ერთი ხასიათი, ეს არის საქველმოქმედო ხასიათი. ამ დღეების განმავლობაში სახელმწიფო სფეროს არაერთი წარმომადგენელი გაიფიცა, მსახიობები, კინოსფეროს წარმომადგენლები, მუსიკოსები, მწერლები საკუთარ საქმეზე უარის თქმით დარჩნენ სრულიად უსახსროდ. და გადაწყვეტეს ამ ადამიანებმა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით შეძლონ, რომ გაფიცვის აქტი, ასე ვთქვათ, გაგრძელდეს მანამ, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება. რატომ უნდა დავტოვე ჩემი ლომოს სამშობლოც? აუ ძალიან მიყვარს აქ რა ქმი, რა მინდა სხვა ქვეყანაში. მაგიტო არ აქ. რა არ მინდა ქვეყნიდან წავიდე. და რომ მინდოდა ეს ქვეყნიდან წასვლა, იყავე წავიდოდი აქ რა დავაყენებდა. საქართველოს გაუმარ! აქ ხალხი იმიტომ გამოვედით, რომ გვეცოდება ეს სამშობლო. და ანუ რაღაც უკეთესობისკენ ვილტვით რა. ხალხი რო იძახის, რომ ეს რადიკალები არიან, ეს ესე არის, ეს ისე არის. ყველაზე კარგად მაშინ გაიგებ ვინ არის, როცა გამოდიხარ და შენი თვალებით ნახავ ყველაფერს. გინდ ნებისმიერი მედიისგან რო უყურებ. ხა ზოგმა იცის, რომ რაღაც აი ამდენ მედიას უყურე და რაღაც წარმოდგენა მაქვს. არ გაქვს არაერთი წარმოდგენა. სანამ შენ თვითონ არ ნახავ, სანამ შენ თვითონ არ დააკვირდები. ყველაზე კარგი მედია საკუთარი თვალები არის ჩემი აზრით. ეხლა ამჟამად ისეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც რეპრესიები არ მიმდინარეობს და ჩემი მეგობრები არ ცემს. პოლიცია არ ცემს ჩემს მეგობრებს, ან ვიღაცა ცემს და პოლიცია უყურებს ამას. არ მინდა ეგეთ ქვეყანაში ცხოვრებ. ეხლა ამ შემთხვევაში, თორე რა თქმა უნდა, ევროპაში რო შევიდე, რაღაცა უფრო მეტი მომინდება კიდე. ჩემო ზურგის ქარო ბოლო ბრძოლას დარჩა. იმედს მივიტანე ჩემ პატარა დასთან. ჩემო ზურგის ქარო ბოლო ჯერას დაუბერე ისტორიას მოყვები. დღეს სამშობლო გადარჩა. Jadłak szenować kuja parlament, jadłak szenować na kuja rap, jadłak szenować kuja parlament, jadłak szenować na kuja rap. მე ვარ ნიკოლოზ ბაკურიძე. ვარ ჩვეულებრივი მოზარდი, 17 წლის. ვაკეთებ მუსიკას. მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ჩემი სამშობლო და რეალურად ჩემი მიზეზი და მიზანი რაც იყო მუსიკის კეთებისგან იყო ის რომ ჩემნაირი ხალხი მენახა და ახლა ჩემნაირი ხალხი აქ დგას. პოლიტიკურ კომპასზე არ ვიცი ვინ როგორ დგას, მაგრამ მე აქ ვისაც უყურებ, ყველა ჩემიანია და ყველა ჩვენიანია. მე დღეს გამოვედი მუსიკით ჩემი, ასე ვთქვათ, ტკივილი გამოსახე, რომ ხედავ როგორ იჭერენ ჩემს მეგობრებს, ხედავ როგორ რჩებინან ნელა მარტო
და ეს არის ძალიან მტკივნეული. იმასაც ვიტყვი, რომ ვინც ერთ დღეს შეიძლება პლედს და ჩაის გთავაზობდეს, მეორე დღეს რა ვიცი, შულს გიკლავდეს ოვერდოზით, ზედმეტი დოზის გადაჭარბებით. და ეს რისი ბრალია, იმიტომ რომ ის ხალხი არის მთავრობაში, ვისაც საქართველოს რეალურად არ ეკუთვნის და საქართველოს უყურებენ როგორც მონოპოლიას. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, თავისუფლება იმ ადამიანებს, ვინც საქართველოსთვის იბრძოდა და სოლიდარობას უცხადებ ყველა გაფიცულ ადამიანს, რადგან მათ გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვა. ახალბეთ ხმას დააყალბეთ გზას გვიყევ ხმას ჩვენ დავაბრეთ ფას არ მაშინებს გაზი ჩვენ ვიზუდგებთ გას ჩემი ქალაქი ხო ის რაც კლავს ჩემმა ზურგის ქარო ბოლო ბრძოლას დარჩა იმეც მივიტან მე ჩემ პატარა დასთან ჩემო ზურგის ქარო ბოლო ჯერაც დაუბერე ისტორიას მოყვები დღეს სამშობლო გადარჩა